მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ არც მეტი არც ნაკლები Ken Miles-ის GT40. ანუ ლემანის ლეგენდას, რომელმა მანქანამაც და პილოტმაც Ferrari დააჩუქა. და Enzo Ferraris ქუდი მოახტევინა. თავიც დაახრევინა. მოგესალმებით. ხო, დღეს უნიკალური მანქანა გვაქვს. ხო, ისტორიული. თქვენ არხი გამოიწერეთ მანამდე, სანამ ეს გახსნის. ვიდეო დალაიქეთ, დაკომენტარეთ, დონაციები გააკეთეთ, ვისაც სურვილი გაქვთ და ესეთ მაგარ მანქანებს კიდე არ მოგაკეთეთ. რო არ მოგატყუოთ, მინიმუმ წელიწად ნახევარია ვეძებ ზუსტად ამ მანქანას. მინიმუმ. სანამ YouTube-ს გავაკეთებდით, მანამდეც მინდოდა ეს კოლექციაში რომ მქონოდა. ზუსტად ეს ბოლი. მაგრამ არხი რო გავაკეთეთ, უფრო მაგრად მინდოდა რომ ფორო და იმენა ეს ბოლი. სხვა სიტყვას არა. თან იმიტომ კი არა რომ არის შოვებოდა. არა. ისტორია აქვს. ამ მანქანას. არის შოვებოდა კი. არის შოვებოდა. კი, არა. აი ზუსტად აი ამ ციფრის გამო. ერთიანის გამო. ერთიანის გამო. იმიტომ რომ ეს ერთიანი Ken Miles-ის მანქანა არის. კი. კონკრეტულად Ken Miles-ის და Carroll Shelby შექმნილი მანქანა. კი, ვინც არიცით Ken Miles-ი ვინ არის? უყურეთ ჩემ ვიდეოებში არაერთხელ ნახსენებ Ford vs Ferraris, ანუ Ford-ი Ferraris წინააღმდეგ და რატო დევს ეს მანქანა აქ და რატო განვიხილავ დღეს ამ მანქანას. აი მაგ კინოში გაიგეთ ყველას. ხო, ბრენდი XO არის, რომელიც 1901 წლიდან გამოდის, დიაგოსტინი არის გამომცემელი 1901 წლიდან დიაგოსტინი აქვს ბრენდები. რამოდენიმე ბრენდის სახელით უშვებს და ერთ-ერთი არის XO, რომელიც ძალიან მაგარ მოდელებს უშვებს 1.53 მასშტაბია და საკმაოდ იშვიათი მოდელია. ძალიან მაგარ მოდელებს და თან ძალიან ხარისხიან მოდელებს სხვათა შორის. ხო, ეს მოდელი კიდე აქვს CMR-ს, ის ცოტათი ძვირიღიც. და ბევრს არ აქვს ეს Ken Miles-ის ბოლიდი, ძალიან იშვიათი ბოლიდია და XO-ს იმიტურებს. კი. XO ჩამივარდა ხელში. ციფრი ერთიანი ბევრს ნიშნავს. კი. მოდით მოკლე ისტორიას მოვყვები, როგორც ვაკეთებთ ხოლმე ტრადიციას. რამე ჩვენ გამოვშვა, მერე კინოს უყურებთ. კი ბატონო. ტრადიციას არ დავარღვევ და მოკლედ ყველაფერი დაიწყო 1963 წელს. კი ბატონო. როცა აი ამ ავტომობილის წარმოებელ კომპანიას გაუჭირდა. კომპანიას. ხო. Ferrari-ზე მაქვს საუბარი. ის ერთი კითხვა მაქვს რა. ხო. რა კინოების ნანახი მაქვს და რა ისტორიებიც მოყევით. კი. ყველა რატომღაც პატარა ბავშვი თავში ურტყავს Enzo Ferraris. აი, ეხლა როგორ ურტყავს მაგას ავყვები ზუსტად. ხო და რატო? თავის ბრალია, თავისი ამ პარტაუნობის ბრალია. არა და ისიც უნდა ითქვას რომ რო არა Enzo Ferrari ბევრი მანქანა არ იქნება. ხო. კი. სხვათა შორის რო არა Carroll Shelby და Ken Miles-ი ერთ საიდუმლოს წინას არ ვიტყვი რა. რო არა ეგორი პიროვნება, ხო? დღეს Ferrari Formula 1-ში არ იქნებოდა. ხო, ეგეც არის. მაგათი დამსახურება. ხო, ნუ მოყვეთ. და მაგას მოვყვები ზუსტად ეხლა. მოყვეთ. როგორ მოხდნენ Formula 1-ში. ეგ კინოში არ არის წინასწარ და გასპოილერი. მეც არ ვიცი. მოკლედ, როგორც თქვი, 63 წელს დაიწყო ყველაფერი, როცა Ferrari-ს გაუჭირდა. და გადაწყვიტა კომპანიის აქციების გაყიდვა. რა თქმა უნდა, მაშინ არ ვიცი ფილმი თუ გაქვთ ნანახი, მან ფილმშიც კარგად არის აღწერილი რა. მოლაპარაკებები რომ მიდის Ford-სა და Ferrari-ს შორის. უნდა იყიდოს, ხო, უნდა იყიდოს, კი ბატონო და Ferrari-მა რომ დააპაშოლა თვითონ Enzo-მ. ის არა ქვია, სპოილერებს იმიტომ ვიძახით, რომ 2019 წლის ფილმია და წესით უკვე ნანახი უნდა გქონდეს. ვისაც ნანახი არ აქვს, ვიდეო დააპაუზეთ, ფილმს უყურეთ და მერე გაგრძელეთ. კი ბატონო. ჩვენ მაგაზე პრეტენზია არ აქვს, რომ აიგინა თუ არა ჯერ ჩვენ ვიდეოს უყურებთ. არა, ხო, ჯერ მაგარი ფილმია. სხვათა შორის ეგ იყო პირველი ფილმი, რომელმაც ბრენდებზე ფილმებს საფუძველი დაუდო. მანამდეც იყო, მაგრამ ეხა უკვე ინდუსტრიად იქცა.
რომ უნდა გამოუშვან ხოლმე ბრენდებზე ფილმები. გავაგრძელებ, ხო? კი. მოკლედ გენრი ფორდ მეორე. ჰენრი არა, ჰენრი ქვია. ჰენრი, ხო, რა მნიშვნელობა აქვს? ანუ თვით იმ ლეგენდარული ჰენრი ფორდის შვილიშვილი. მაგარი გაბრაზებული წამოვიდა იტალიიდან, მაგ მოლაპარაკების მერე. და მიზნად დაისახა, რომ ფერარი გაესრისა. გამოუვიდა კი. თავისავე ტერიტორიაზე, ანუ ევროპაშივე. დომინანტი ფერარი მაგ დროისთვის იყო ლემანში. რა თქმა უნდა. უმეტესწილად სუიგებდა. 24 საათიანი რბოლა, ვინც არის. და აგერ დადგა 64 წელი. ხო, და სანამ დადგებოდა, ხო, მანამდე დაიწყო მოძიება ისეთი მოდელისა, რომელსაც გადააკეთებდა თავის ყაიდაზე და მაგიტომაც ჩავიდა ინგლისში. იყო ესეთი პატარა კომპანია ლოლა მოტორსი. არის მოსაზრება, რომ ფერარისგან აიღეცო, მაგრამ ლოლა გადააკეთეს, ეგ მე უნდა მეთქვა, მაგრამ ხო, შეისყიდა ამ ლოლას დიზაინი, კონსტრუქცია, ყველაფერი და თავის ყაიდაზე გადააკეთა. ანუ კონსტრუქტორებს დაავალო, რომ თავიანთ ყაიდაზე გადაეკეთებინათ. გააკეთეს საკმაოდ ძლიერი მანქანა, რომელიც 300 კმ/სთ-ამდე ადიოდა, არ დაგავიწყდეს 64 წელია. და გამოუშვა MK1. მარკ 1. ანუ ეს მანქანა. არა, ეს MK2-ია. 2-ია, ხო, ამერია. ხო. მოკლედ ლემანში კატასტროფულად დამცირდა ისევ ფორდი 64-ში. ფორდი, ხო? კი. რომელიც არც ერთი მანქანა ფინიშამდე ვერ მივიდა. მაგრამ ჰენრი როგორი ტიპის ადამიანი პრინციპში ჩადგა, რომ როგორ ვერ უნდა შევკმნა. შანსი არ არის. მაგიტომაც კეროლ შელბითან მივიდა. კეროლ შელბი დაიყენა გვერდში. შავი იმიტომ ეს მანქანა და არა ლურჯი ფერის. რომ ცუდი ბიჭების პორშეს ვიდეოს უყურეთ. ხო, და ნახავთ რა თუ ხდება ამანქანას შავად. ჯერ ამის აწყობას უყურეთ და მერე ცუდი ბიჭების პორშეს. ხო, მოკლედ. კეროლ შელბიმ კიდე თავისი მეგობარი და თან საკმაოდ სერიოზული მრბოლელი კენ მაილსი დაიყენა გვერდში. და მე მგონი თუ სწორად მახსოვს, რბოლიდან წამოსული იყო ის. ხო. და ეუბნება რომ არ გინდაო რომ დაბრუნდეო. ეგრე მახსოვს მე. ხო. და დაიწყეს შედევრის შექმნა. ორი ყველაზე მაგარი ტიპი. ხო. რომლებმაც ადგენენ და 65 წელს უკვე MK2 გააკეთეს, მაგრამ ისევ წარუმატებელი გამოდგა. რაღაცა ნაწილები იყო ბოლომდე დასახვეწი. ხო, და იმ მოკლე ვადაში, როცა კეროლ შელბი მიიწვია და ჩვეულებრივი ამბავი. თან სერიოზული კამათიც მოუვიდა, ჯობია რომ ფილმი ნახოთ რა. იქ უფრო კარგად არის აღწერილი ყველაფერი, ვიდრე მე ვერ მოყვები რა. არა მოყვება, მაგრამ გასაცხლებული კადრები ჯობია. ჯობია, რა თქმა უნდა, კი ბატონო. და ბოლოს აგერ საფხული მოვიდა 66 წლის ივნისი და მან დაესვა წერტილი ფერარს. თვით კენ მაილსი იჯდა საჭესთან. კი. და ზუსტად ფილმში კარგად არის ნაჩვენები რა. წესი და კანონით პირველ ადგილზე უნდა გასულიყო კენ მაილსი. კი. მაგრამ ჰენრი ფორდმა ბრძანება გასცა, რომ სამივე ფორდი ერთდროულად უნდა შესულიყო ფინიშზე. ხო, შევიდა. კი, შევიდა, რა თქმა უნდა. მაგრამ ის ორი ფორდი კენ მაილსის უკან მოდიოდნენ. სტარტი უფრო გვიან აიღეს. ხო, და მაგიტომ რახან ერთად შევიდნენ, ის მანქანები გახდნენ გამარჯვებულები და მესამე ადგილი დაიკავა ამან. ხო, ეგ ისტორიული ფაქტი არის ეგეც. მაგის მერე 66 წელი ხო ვთქვი,
67-ში და 68-ში ზედიზეთ 3 წელი Ferrari გაანადგურა. კი. Ford-მა. ტესტების იყო ამ მანქანის ბოლოს და სამწუხაროდ შეიწირა. კი, ნუ სხვათა შორის აი მაგ 66 წლის მე რამოდენიმე თვეში ტესტ MK3-ის ტესტირების დროს დაიღუპა ის თან მით უმეტეს კონკრეტულად ეს ავტომობილი წარმოიდგინე 7 ლიტრიანი ძრავით იყო და 330-ზე მეც ავითარებდა, იმდენად სწრაფი გამოვიდა. სპორტული ბოლიდი იყო ჩვეულებრივი მაგ დროს. აი კატასტროფულად სასწაულებრივად სწრაფი მანქანა იყო რა. მით უმეტეს რომ სიმაღლეში 1 მეტრ და 2 სანტიმეტრი იყო. კი. მაგრამ აი ძალიან აი ცუდი ჩასაჯდომი იყო, ძალიან პატარა ადგილი იყო. წარმოიდგინე რომ ჩემ სიმაღლე კაცი ვერ ჩაჯდებოდა, მით უმეტეს ჩემი ღიპის პატრონით რაღაც. თან დადუგული იყო. ხო. დუგები საჭიროა იმის. ანუ სუსტი და გამხდარი უნდა ყოფილიყო რა. და ბოლოს უკვე გავაგრძელებ ისევ საუბარს, ბოლოს უკვე 69 წელსაც უკვე Porsche-ს მოუგო, Porsche გაანადგურა. კი. იმიტომ რომ Ferrari უკვე აღარ მონაწილეობდა Le-Mans-ში და მაგის მერე არც აღარასდროს არ მონაწილეებია. მონაწილეობა არ მიუღია. ხო, მონაწილეობა აღარ მიუღია მაგის მერე. და მაშინ დაწყნარდა რა. აი Le-Mans-დან გააგდო და დაწყნარდა. დაწყნარდა? ხო. კიდე რაღაცა თქვა. მაცალე ერთი წუთით ბოლომდე მათქმევინე. ანუ ფინალი რა გამოვიდა? რო არა ეგორი პიროვნება და საერთოდ Ford-ი Ferrari არც აპირებდა Formula 1-ში გადასვლას. კი ბატონო. მაგან უბიძგა Formula 1-ში გადასვლას. Enzo Ferraris რო Formula 1-ში გადაეყვანა თავისი საჯინიბო. ვინც არ იცით, Scuderia Ferrari Enzo-ს ცხოვრება იყო. კი, ეგ რა თქმა უნდა ეგრე არის. ანუ ყველაფერს ერჩივნა თავისი გუნდი რა. Scuderia-ს გამო ყველაფერს გააკეთებდა და კიდე ერთი რაღაცა თქვა, არა 2 ვიტყვი. 3 თქვი. ჯერ ერთი რო Ferrari-მა Le-Mans-ი მოიგო. ხო. ეხლა მოიგო. ეხლა ხო. ან ჩარჩა ზუსტად არ მახსოვს. ან წელს ამდენი წლის მერე და Ferrari-ს გონია რომ Ferrari-ს ადგილი განაღდებული აქვს. Ford-ი ბრუნდება. Ford-ი ისე ბრუნდება. Mustang-ი. დაჯე Mustang-ით. ხო, ახალი Mustang-ით, რომელიც მე აღარ მომწონს. ცოტა მეეჭვება მაშინ. მაინც. რატო GT-თ რატო არ ბრუნდება? თუ GT ძალიან ძლიერი. GT Hypercar. კი არა და Hypercar-ია ხო. მაკლაში არ გადის? არა. ცუდია. ესე Mustang-ით ჩახდა უფრო მაგარი იქნება, რო რამე. მე უკვე Ferrari-ს მართლა კატასტროფა იქნება. კიდე რომ მოგოს, ალბათ Ferrari დაიხურებდა. არა, ეხლა Ferrari-ს ფანებს არ გეგონოთ, რომ ჩვენ Ferrari არ გვიყვარს. ისტორია ეგეთია რა გავაკეთე. აი მე მაგალითად იმედია Ferrari-ს ფანებს მართლა არ ეწყინებათ და აი ნუ ძველი Ferrari-ები მომწონს მაგალითად აი მანქანაზე იმიდან აბოდებს მაგიტომ მოვიტანე 250 GT-ო ხო აი ყო მეკეთება ისე მიყვარს 250-იანების მაგარი მანქანა Enzo ხო თქვი ისა კიდე რა ქვია E40 ხო მაგრამ რა არის რა არ მომწონს Ferrari-ში არ შეიძლება ეგეთი ამბიციურები იყვნენ რა მანქანას ყიდულობ და ვერ ვიყენებ ჩემ გემოზე არა ნახე მანდ როგორი თემა არის გასაგებია მაგრამ და კლუბის საწევრო $300,000 უნდა ვიხადო ყოველ წელს ხო იმიტომ რომ LaFerrari ვიცა Ferrari-მა უფლება მომცეს ჩემი საკუთარი მანქანა მომიყვანონ და სარბოლო გზაზე ვიარო მარტო და მე წაიყვანო ჩემია მაგრამ ჩემი არა ხო არა ნახე რა და მანქანაში 2 მილიონი ნახევარი ნახე რითი ამართლებენ მაგას რომ თუ Ferrari ყავს განსაკუთრებული ხარ და წესებს უნდა მოერგო რა აუ მომისმინე ერთი წუთით აგერ GT ხო გამოუშვა კი ჩვეულებრივად ყიდულობ რომელიც ჯერ არა ყავს
არა, ჩვეულებრივად ვეღარ აყიდულობ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ეხლა ხო, მაგრამ ხო, ლიმიტირებული, მაგრამ მაინც ვერ ყიდულობდი ჩვეულებრივ, წინასწარი ჩაწერით მოხდა, მაგ მანქანების ხო, მაგრამ შეზღუდვები ხო არ ქონდა. ანუ მაგას ვამბობ. შეზღუდვა ეხლაც კი არა აქვს, სადაც გინდა, როგორც გინდა, თუ გინდა თავდაყირაი არის მაგ მანქანით. არა, თავდაყირაში. ხო. გინდა ლამბო აიღე, პირველი კონკურენტი ფერარის. დღესაც კი. ისე ენცოს რომელი ლამბო ყავს, ისეთი რომელიც რომ არ შეგილია სადმე წახვიდე მაგ მანქანით. არც ერთი. არც ერთი. გამარჯობა. მაგრამ შეზღუდული რა. კიონიგსეგი აიღე. კიონიგსეგი ვაფშე. კიონიგსეგზე ძდებს სხვათა შორის ვიდეო. ხო. აი მან დავარ ახლა ისა იესკო. მოყავს. კი ბატონო. დევს. 1000 თავით ჯობია ფერარს. მარტო ფერარს. სისტრაფეში გინდა თუ რავი რაში გინდა. ფერარს არა ლამბოს. ხო აი ყველაფერი. აი კიონიგსეგი როგორი მანქანაა იცით? მოვიდა ტიპი კრისტიან ფონ კიონიგსეგი და მოვიდა ნახა და დაიპყრო ეგ პუნქტი. ხო რა. და თან ვინც არ იცით, ეგ მანქანები ფერარები და ლამბორჯინები ევასებოდა. კი. და ადგა და ფერარსაც და ლამბოსაც შეუსრულა რა. სხვათა შორის პლაკატი ქონდა ლამბოსი. კი, კაუნტერში. ხო. იმას რა ქვია? იმის კიონიგსეგს. კრისტიან ფონ კიონიგსეგი კი ბატონო. და ჰოლივუდს მიმართ. კაი, ფორდს დაუბრუნდეთ. ჰოლივუდს მიმართვა გადაიღო კიონიგსეგზე ფილმი. არა და ღირს მაგაზეც აი ტიპი არის უნიჭიერესი პიროვნება. ნულიდან დაიწყო ეგეთ გიგანტებს ებრძოლა და გაი თან ქარხანა გახდა მეფე. თან ქარხანა დაიწყო. ხო. დაუწეს. გავაგზავნოთ. ხო. მოკლედ რავი მეტი რაღა უნდა მოყო, ყველაფერი მოუყვევი, კონკრეტულად ამ მოდელზე. ხო, მე ვიტყვი კიდე ერთ რაღაცას. კეროლ შელბის როლში არის მეტ დეიმონი. და ესეთი სიტყვები თქვა რა, რომ ეხლა შემიძლია კინოდანაც წავიდე და მოკვდე კიდევაც, იმიტომ რომ ჯემი კუმირის როლი შევასრულებ. და მართლა მაგრად გავს მეტ დეიმონი მაგ კინოში კეროლ შელბის ერთ-ერთში. არა, ის ვიზუალურად არ გავს, მაგრამ ანუ ეგეთი როჟა იყო რა. ხო. და ვინც კეროლ შელბის ისტორია არ იცით, უყურეთ ამის პირველ ეპიზოდს, იქ მოისმენთ ძალიან მაგარ რაღაცებს. კი ბატონო. კარგი, დავასრულოთ. დავასრულოთ და სანამ დავასრულებთ 6000-მდე, 6000 გამოწერამდე ძალიან ცოტა გვაკლია გამოიწერეთ და არ დაგავიწყდეთ რომ 10000 გამომწერზე გაჩვენებთ ექსკლუზიურ მანქანას, რომელიც 1.8 მასშტაბშია და ძალიან მაგარია. მეც ვერაფერს ვერ დანარჩენი საიდუმლო უნდა იყოს. რა თქმა უნდა. წავედით. კარგად ბრძანდებოდით შემდეგ ვიდეომდე.